მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, რა იყო, რა არის და რა იქნება. ვარიანტების რაოდენობა გვექნება 3 ვარიანტი და ნახოთ 3 ვარიანტით, რომელსაც თქვენ აირჩევთ უსმინეთ იმ ვარიანტს, ან შეგიძლიათ სხვადასხვა სიტუაციებზე ჩაიფიქროთ სხვადასხვა ვარიანტი და ვუსმინოთ. ვარიანტები დავალაგოთ ასე. რა იყო პირველი ვარიანტისთვის, რა იყო მეორე ვარიანტისთვის, რა იყო მესამე ვარიანტისთვის. აი ესე გვაქვს პირველი, მეორე, მესამე. ნახოთ შემდეგი შეკითხვა. რა არის ახლა პირველი ვარიანტისთვის, რა არის ახლა მეორე ვარიანტისთვის და რა არის ახლა მესამე ვარიანტისთვის. და ნახოთ მესამე შეკითხვა. რა იქნება პირველი ვარიანტისთვის, რა იქნება მეორე ვარიანტისთვის და რა იქნება მესამე ვარიანტისთვის. როგორც უკვე გითხარით, შეგიძლიათ გააკეთოთ ისე რომ აირჩიოთ მხოლოდ ერთი ვარიანტი, ან სხვადასხვა სიტუაციაზე ჩაიფიქროთ ამ 3 ვარიანტიდან სხვადასხვა ვარიანტები. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ნახოთ ახლა რა გვაქვს ქვებით. პირველი ვარიანტისთვის არის ესეთი ამეთვისტო. მეორე ვარიანტისთვის გვაქვს ესეთი ავანტიურინი და მესამე ვარიანტისთვის გვაქვს ეს ყვა. მოკლედ, ვინც ვერ მოასწარით ვარიანტების არჩევა, ტრადიციულად იცით რომ შეგიძლიათ დააპაუზოთ, 7-ად წყნარად აირჩიოთ და მერე განაგრძოთ ყურება, ხოლო ვინც უკვე აირჩიეთ, გადავიდეთ პირველი ვარიანტის განხილვაზე. ცოტა ხანი გვერდზე გადავდებ. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია ამეთვისტო. ნახოთ რა იყო. რა იყო ჩემო ძვირფასებო და აქ არის 4-იანი კვერთხები. 4-იანი კვერთხები. აქ იყო ოჯახური ბედნიერება. აქ იყო სიუხვე პირველ ვარიანტთან. აქ იყო სიტუაციები, როდესაც იყავით თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად. მაგრამ იცით რა არის ძალიან უცნაური? აქ შეიძლება ოჯახურ სიტუაციაზეც ჩაიფიქრეთ პირველმა ვარიანტმა. და შესაბამისად უფრო რაღაცა განსხვავებული ენერგეტიკის მქონე ადამიანებს მიჩვენებს. ეს იყო კეთილდღეობა, წყალობა, პრინციპში ყველაფერი კარგად იყო აქ რაც იყო. მაგრამ განსხვავებას მიჩვენებს. შეიძლება განსხვავებას, რომელსაც თქვენ ვერ ამჩნევდით. ნახოთ ახლა რა არის. ახლა რა სიტუაცია? იმიტომ გითხარით განსხვავებას, რომელსაც თქვენ ვერ ამჩნევდით. კოშკი მოვიდა ჩემო ძვირფასებო აქ. ანუ კოშკი ნიშნავს იმას, რომ დაინგრა რაღაცა სიტუაცია, ანუ ახლა რაღაცა ეს წყალობა, ეს კეთილდღეობა, ეს რაღაცა თუნდაც ერთი შეხედვით, ან თუ ერთი შეხედვით არა თქვენი შეფასებით კეთილდღეობა, რომელიც გქონდათ, დაინგრა. და ვნახოთ რა იქნება. პენტაკლების პაჟი. რა იქნება? ჯერ ცოტა ბუნდოვანია ჩემო ძვირფასებო, რა იქნება ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ დგახართ ახლა და რეაბილიტაციის პროცესს გადიხართ, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ იხსენებთ რაც იყო, იხსენებთ რაც გქონდათ იმ პროცესებს. დავამატო მინდა ამ პაჟს 2 არკანი და ვნახოთ რა შეიძლება იყოს აქ. რა შეიძლება იყოს, რას უკავშირდება ეს პაჟის ენერგია. თასები 3-იანის და არკანი მთვარე. საკმაოდ უცნაურია. ნუ ხო, როგორც გითხარით, რა იქნება ის, რომ თქვენ
ჯერჯერობით ჩემო ძვირფასებო, აქ არის ცოტა უცნაური ენერგია. მიჭირს პირველ ვარიანტთან ესე გადაჭრით რაღაცის თქმა, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ უკავშირდებოდა ეს სიტუაცია ოჯახურ ურთიერთობებს, უკავშირდებოდა წყვილს, უკავშირდებოდა შეიძლება დედმამიშვილებს, ან რაღაც ასეთ სიტუაციას, რომელშიც თქვენ ძალიან მშობლიურად, ძალიან ბედნიერად გრძნობდით თავს და არ გამოვრიცხავ აქ, რომ ვიღაცის ჩარებით, იმიტომ რომ აქაც გველეშაპია აი ამ დასტაზე გამოსახული და აქაც სამი ადამიანი შეიძლება აი ვიღაცის ჩარევით, შეიძლება ვიღაცა შემოვიდა, შეიძლება რაღაცა ახალი ურთიერთობები გაჩნდა, ნუ მოკლედ თქვენი შეფასებით ის ჰარმონია, ის კეთილდღეობა რაც გაგაჩნდათ, დაინგრა ჩემო ძვირფასებო. რა იქნება პირველ ვარიანტთან, აქ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ეს არის თქვენი გამოცდილება. პირველ რიგში შემიძლია გითხრათ და ასევე მინდა რჩევა მოგცეთ პირველ ვარიანტს, რომ ნუ ჩაიციკლებით ბოდიში ამ სიტყვაზე და ნუ მიეჯაჭვებით წარსულს. კოშკის ენერგია ნიშნავს ზუსტად მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლების ენერგიას, ნიშნავს სიტუაციებს, როდესაც რაღაცა ინგრევა, რაც დასანგრევია. ამიტომ ესე შეხედეთ ამ პროცესს და ნუ მიეცემით ძალიან დიდ იმედგაცრუებას და უფრო მეტად ნუ დაუშვათ ნუ განმარტოვდებით, ნუ ჩაიკეტებით, ნუ მიეცემით იზოლაციას. მნიშვნელოვანია, რომ აი რაღაცნაირად საზოგადოებაში ინტეგრაცია მაინც შეძლოთ და არ ჩაიკეტოთ თქვენს თავში პირველი ვარიანტი. ესეთი იყო პირველ ვარიანტთან, შეკითხვაზე პასუხი რა იყო, რა არის და რა იქნება. გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება. მეორე ვარიანტი. ვნახოთ რა იყო მეორე ვარიანტთან, რა სიტუაცია გვაქვს. სამიანი თასები მეორე ვარიანტი. სამიანი თასები. შეგვიძლია აქ ვთქვათ ესეთი განმარტება ამ არკანის, ჩემო ძვირფასებო, რა იყოს მდგომარეობით, რომ იყოს სიტუაციები თქვენს ცხოვრებაში, როდესაც თქვენ ტკბებოდით, როდესაც თქვენ აი სიამოვნებით ირგებდით თითოეულ წუთს და წამს. აი ეს იყო თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ფაქტობრივად გამოულევლად გქონდათ რესურსი ბედნიერების, სიხალისის, ღიმილის, ჰარმონიის და ასე შემდეგ. აი ეს იყო თქვენს ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო. უბრალოდ აქ რა მინდა იცით იცოდეთ მესამე ვარიანტი, ესეც პირველი ვარიანტის მსგავსად შესაძლოა აქ იყოს რაღაცა აი ძალიან გულუბრყვილო, აი ბავშვური, ძალიან მიამიტი ბედნიერება და კმაყოფილება. ვნახოთ ახლა რა არის აქ. აი ნახეთ, კი ბატონო, ჩამოკიდებული კაცი მოვიდა აქ ენერგიის სახით. ახლა რა არის თქვენ შემთხვევაში? ჩამოკიდებული კაცის ენერგია არის მსხვერპლის ენერგია, არის ადამიანის ენერგია, რომელიც გაჭედილია რაღაცა პროცესებში და ვერც წინ მიდის, ვერც უკან მიდის. ერთი რა მინდა იცით რომ იცოდეთ აქ რა იყოდან გამომდინარე და ამ არკანიდან გამომდინარეც მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოკიდებულია ეს ქალთევზა გამოსახული და აკორდით ქალთევზა, რომელსაც აქვს კუდი და შესაბამისად აი რაღაცა თითქოს გაებით აი ამ მახეში შეიძლება ითქვას, ან შეიძლება იმდენად დიდი ხანი ტკბებოდით და იმდენად დიდი ხანი იყავით აი ამ მოდუნებულ და ამ მსუბუქ სიტუაციებში, რომ ახლა გიჭირთ რაღაცა პოზიციიდან გამოსვლა, თქვენი კომფორტის ზონის დატოვება, იმიტომ რომ აქ კომფორტის ზონაც არის მეორე ვარიანტთან, აი ახლა არის ზუსტად ეს მდგომარეობა, რომ თითქოს გაჭედილად გრძნობთ თავს რაღაცა სიტუაციაში ხართ, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს
თქვენი შეფასებით ყოველ შემთხვევაში რა იქნება ვნახოთ მეორე ვარიანტი აუცილებლად გამოჩნდება გამოსავალი არკანი მზე ჩემო ძვირფასებო მაგრამ ეს გამოსავალი არ მოვა არანაირად ვიღაცა სხვა ადამიანების სახით ეს გამოსავალი ეს შთაგონება ეს мотивация ეს ენთუზიაზმი ეს მოძრაობის სურვილი ჟინი და ასე შემდეგ უნდა დაიბადოს თქვენს შიგნით აი თქვენ შიგნით ნახეთ როგორც წესი გონგს სხვა ადამიანები უკრავენ ხოლმე და მოუწოდებენ სხვა ადამიანებს მოძრაობისკენ ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ამ არკანზე გამოსახული და თქვენვე გიჭირავთ ეს გონგის დასაკრავი ჯოხიც შესაბამისად თქვენ უნდა შემოუძახოთ ჩემო ძვირფასებო თქვენს თავს და თქვენ უნდა დაიწყოთ მოძრაობა დრო დათმოთ კომფორტის ზონა და დაიწყოთ ასე რომ ვთქვათ უფრო აქტიური ამბიციური ქმედებები ამის დრო ნამდვილად არის მეორე ვარიანტი ეს იქნება თქვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება თუ თქვენ თავში მოძებნით საკმარის ძალას და რესურს მოძრაობისკენ. და ვნახოთ ახლა მესამე ვარიანტთან რა ხდება. მესამე ვარიანტი აგერ ბრძანდება. რა იყო მესამე ვარიანტთან? რა სიტუაციაა მესამე ვარიანტთან? მესამე ვარიანტთან მოვიდა კვერთხების პაჟი ჩემო ძვირფასებო და კვერთხების პაჟის ენერგიით აქ იყო ცოტა ისეთი სიტუაცია, როდესაც მიზანი დაუშვათ რომლისკენაც მიდიოდით რაღაც მომენტში დასაწყისშივე ჩაქრა რაღაცნაირად იმედ გაცრუება დაგეუფლათ რაღაცნაირად მიხვდით რომ თითქოს ან ამისთვის დრო არ იყო ან დაუშვათ თქვენ შეიძლება რაღაცისთვის მზად იყავით მაგრამ ის რაღაცა არ იყო ან ის ვიღაცა არ იყო ამ ყველაფრისთვის მზად ჩემო ძვირფასებო აი ესეთი სიტუაცია იყო მესამე ვარიანტთან ნახოთ ახლა რა არის აქ და აქ მოვიდა მაღალი არკანი ძალა და ისეთი საყვარელი არა ბოდიში პენტაკლების 8-იანი რა ძალა პენტაკლების 8-იანი აქ არის ის რომ თქვენ გადაწყვიტეთ შეუპოვრად მუშაობა მიუხედავად იმისა რომ აი რაღაცა იმედი მოგიკვდათ და ჩაგიკლეს ყველა წარმოწყება და ყველა სურვილი თქვენ მაინც შეუპოვრად მიდიხართ თქვენი მიზნისკენ აი ნახეთ პატარა ვირუკელა გამოსახული ამ არკანზე ყვავილებით ანუ არბილებს ამ შეუპოვარ ხასიათს ეს ყვავილები თუმცა მაინც შეუპოვრობა დარჩება და ეს ცუდი არ არის პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ თქვენ შეუპოვრად მიდიხართ თქვენი მიზნისკენ მესამე ვარიანტი და ვნახოთ ახლა რა იქნება ჩემო ძვირფასებო და ნახეთ რა იქნება აქ დასტაგვიჩვენებს ცხრიანების ხმლებს და აქ შეუპოვრობა დარჩება თქო გითხარით ჩემო ძვირფასებო ეცადეთ რომ აი საკუთარი მიზნის მიღწევისთვის ნუ ივლით ადამიანების თავებზე, აი პირდაპირ მნიშვნელობით ამას გულისხმობ, ანუ ნუ გადაუვლით სხვებს, ნუ დაარღვევთ სხვების საზღვრებს, ნუ შევახავთ სხვების პირად სივრცეს, სურვილებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შესაძლოა ამის გამო თქვენ მოხდეთ ერთგვარ იზოლაციაში, ერთგვარ იმედგაცრუებაში, სადაც მოგიწევთ, რომ მერე მარტომ გადალახოთ ცხოვრებისეული გამოწვევები. მინდა რომ დავამატო მესამე ვარიანტთან ორი არკანი რა იქნება ამ ნაწილში. 8-იანი თასები და პენტაკლების რაინდი. ჩემო ძვირფასებო, აი არკანი ძალა იწევნა ახსენეთ აქ მოვიდა დასტის ბოლოს არკანი ძალა. იცით რა არის? აი ნახეთ ხა არკანი ძალა, კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფეა აქ და არკანი მეეტრე. თითქოს სიტუაცია არის ისეთი, რომ აი თქვენ გაქვთ ესეთი სურვილი, აი თქვენ პოზიცია უბრალოდ სურვილი კი არა, რომ აი მაინც გამოვიყვან, მაინც შევძლებ, მაინც ყველაფერს ვიზამ. ეს პრინციპში კარგია ძალიან. უბრალოდ აი ჩევის სახით მინდა გითხრათ ის რომ ვინც დაუშვათ თქვენგან წავიდა, ხო, ვინც ან ვისგანაც თქვენ წახვედით რაღაც მომენტში,
შესაძლოა, რომ ეს იყოს მდგომარეობა, როდესაც დასასრული უნდა დასასრულებელი უნდა დასრულდეს. აღარ არის საჭირო რაღაცა მისდიოთ, მტყუანმართალი არჩიოთ და ასე შემდეგ. მესამე ვარიანტი, ვინც დასასრული იყო წავა, ვინც მოსასვლელი იყო ისიც მოვა, ეს უფრო და უფრო გწმუნდები, როდესაც აი მატრიცულ ენერგიებში უფრო ღრმად ვიხედები, ჩემო ძვირფასებო, რომ ეს მართლა ესია. რომ ჩვენი მატრიცა არის ჩვენი შებოჭილობა, ჩვენი რაღაცა წმენა წარმოდგენების საზღვრები, რომელი საზღვრების იქითაც რატომღაც ჩვენი ფსიქიკა არ გვიშვებს და ჩვენივე საკუთარ თავის ტყვეები ვხდებით ხოლმე. ამიტომ მესამე ვარიანტი, გაითავისუფლეთ საკუთარი თავის ტყვეობიდან თავი და გაუშვით ის ადამიანები, ვინც გასაშვები იყო აქ თქვენი ცხოვრებიდან. თქვენ ბილიკი წინ გაქვთ, თქვენი გზა წინ გაქვთ და მიყევით თქვენს გზას, მიყევით თქვენს პირად დანიშნულებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაინც მიაღწევთ იმ კმაყოფილებას, მაინც მიაღწევთ იმ სურვილების ასრულებას, რისთვისაც იღწვით ესე დაჟინებით და შემართებით. ასეთი იყო ჩემო ძვირფასებო სამი ვარიანტი კითხვაზე, რა იყო, რა არის და რა იქნება. გელოდებით ყველას კომენტარებში, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ამ ტიპის საჯარო გაშლა და შევხვდებით, ვეცდები რომ მალე სიმართლე გითხრათ, ძალიან გადატვირთული გრაფიკით ვმუშაობ ახლა და უბრალოდ არ მინდა რომ დიდ ხანს დამრჩეთ უყურადღებოთ და ასე ვცდილობ თქვენთან კომუნიკაციის შენარჩუნებას, თორემ რეალურად ძალიან დატვირთული ვარ ამ პერიოდში და მომიტევეთ თუ არათანმიმდევრული არის და როცა ელოდებით იმ გაშლებს, საჯარო გაშლებს, იმ დროს არ და ვერ იდება ხოლმე. ეს ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი არის კარგი მიზეზიდან გამომდინარე და მოკლედ სიახლეები, რომელსაც ახლა ვამუშავებ ჩემ ცხოვრებაში, არის უკეთესი მომავლის იმედით გამსჭვალული პროცესები. გისურვებთ ბედნიერ დღეს და ვეცდები კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეგხვდეთ ძალიან მალე. დროებით.